ჯარიმები განისაზღვრა, ანუ პირველ ჯერზე 50 ლარის ოდენობით და სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ანუ მეორე, მესამე და რაღაც მნიშვნელობა 100 ლარის ოდენობით. 20 დღის ვადაში ხდება ჯარიმის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომ ხდება რეალიზაცია ამ პირობის და მეტ თანხაში ვიდრე დაუჭდა სამსახურს მის რჩენა, პირობის რჩენა. იმაზე მეტი 9 ლარი დღეში რჩენის საფასური და იმაზე მეტ თანხა თუ გაიყიდება ამ შემთხვევაში მორჩენილი თანხა უბრუნდება მეპატრონეს. ანუ ფაქტიურად ჩვენ აქ შევიტანეთ ერთი ცვლილება და მინდა ამ ცვლილებაზე გავამახვილო ყურადღება. ანუ სათავეში იყო მითითებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრისა და სხვა ადგილებში. და მესამე მოხში იწყება ჩამონათვალი მხოლოდ ბაღებით, პარკებით, სკვერებით, გაზონებით და წყალმფრენების ხელმოკლების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნით. და აქ ჩვენ ჩავამატეთ ერთი ქალაქის ქუჩებში. ეს ასეთი გამოვიტანეთ, იმიტომ რომ ძალიან ძნელი სიტუაცია და ყველას გაწუხებს. იგივე ზაღლებთან დაკავშირებით, მათთან ზაღლებთან დაკავშირებით ხელშეკრულება გასუფთავებას და ხოლმე ჩამოდია, ხო? 28 წელი უკვე წაიყვანეს ერთ-ერთ გამოგებაში და აპარატურა თავის მანქანებთან. მომავალ გაკეთება. ძიმე სიტუაცია, მაგრამ ხარჯი ერთი ძაღლი 25 ლარი მაინც მისდება, მაგის დაკავება და მომსახურება რომ გაიყვანო ქალაქი. მაგრამ თუ საჭირო იქნება დავამატებთ რომ გავწმენდეთ. როხებთან დაკავშირებით, ამიტომ ეს არ ქონდა ნორმატიული აქტები, ჩვენ დაგვიჯარიმებია, იყო ალეკა კოპელეზრეზე 2007 წელს ბრძანება. ახლა უკვე ის სამართლებრივი ჯარიმები სასწრაფოდ უნდა გამოგვიტანა ეს ორშაბათთან მანქანას ყავდათ გასუჭირებოდა და ორშაბათიდან მასიურად უნდა დაიწყება დასუფთავება, გაწმენდა სრულფეხა და წყალფეხა ცხოვრების და ქალაქის და უკვე ძალიან მალე დაიწყობა ქალაქს. ხო, გარდა ამისა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ზუგდიდში არის კიდევ დაბინძურებასთან დაკავშირებით. ხმამწუხაროდ ძალიან ხშირია და ძალიან ხშირად მინახავს, რომ ზუგდიდში შეუძლიათ გალიონ კოკა-კოლა ან შეჭამონ ნაყინი და ქუჩაში მოისროლონ. თან მოისროლონ ისე, რომ არც კი შერცხვეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამის საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს და თუ ჩვენ შემოვიტანთ იმას, რომ თუნდაც სულ ცოტა მცირე თანხით დავამჯარიმებთ, მაგრამ შევაშინებთ და შევაჩვევთ, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მსგავსი რაღაცა გააკეთო, იმიტომ რომ შენი ქალაქია და შენ უნდა მოუარო პირველ რიგში. მე ვფიქრობ, რომ ამით შევძლებთ, რომ რაღაცნაირად შევამციროთ მას, თუმცა ამაზე რა დასჭირდება, რომ შეეჩვიო და ვერ გაუჯდეთ და აღარ გააკეთოთ. ჩვენ გამოვიდეთ ინიციატივით. ჩვენ ვთხოვოთ ბატონ თენგის ქუჩუას, ბატონ ნუგზარს დავიწყოთ შემუშავება წინადადების ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო, არა, შევისწავლოთ, ბუნებრივია, თუ თქვა კომპეტენციები შევისწავლოთ ყველაფერი და ვიმართოთ წერილობით, ვიმართოთ რომ გამკაცდეს. მე ვარ თავად მომსწრე, როდესაც ერთობლივი ძალების შოუში სანაპირო, მდინარე შოუში სანაპირო ჩვენ არაერთხელ დავასუფთავეთ, თუმცა რამოდენიმე დღეში ანალოგიურ მდგომარეობაში იქნა მოყვანილი მოსახლეობის გარკვეული ვიტყვი უპასუხისმგებლობა ნაწილის და შესაბამისი სამსახური გავარკვევოთ. ამის მასობრივი ის რომ იქნებ ვერ უზრუნველყოფს მაგას რაღაც დონეზე თუ არა იყანის საკანტო და არ ვთხარი რომ შენ ამით დაჯარიმდები, მანამდე ეს არ შეველის მაგათ როგორც ჩანს. არის ჯარიმები არსებობს შესაბამისი სამსახური. მე არასოდეს არ მინახავს რომ ვიღაცა მის გადააგდო კოკოლის მოთხრი და დააჯარიმეს, არ არის მსგავსი რაღაცა. არის მოხრე შემოთავაზებული ფორმით უყაროთ კენჭი და ვინ არის მოხრე მივიღოთ ამ ფორმით. ქალაქის ქუჩები ჩამატებით, კი ბატონო. ვინ არის წინააღმდეგი? თავი შეიკავა. მადლობთ.